კოლხებსო განსხვავებული წესი აქვს და დაკრძალვისო. და ზუსტად ისიც აღმოვაჩინეთ რა, მეორადი დაკრძალვა ხდებოდა, ანუ ადამიანს პირდაპირ მიწაში კი არ მარხავდნენ, არამედ ხარისწყავში შეახვევდნენ მამაკაცებს ძირითადად, იმიტომ რომ მიწა იყო კოლხებისთვის წმინდა სტიქია, როგორც მზე იყო. და მთვარის თაყვანისენა იცოდნენ, ასევე მიწა იყო წმინდა სტიქია და პირდაპირ მიწაში ადამიანის მიბარება ცოდვად ითვლებოდა. მუმიფიცირება ხდებოდა ერთგვარი აი ამ სხეულის ხარისწყავში გაახვევდნენ, ხეზე ჩამოკიდებდნენ. ჩვენ ეს ერთ-ერთში ვნახეთ ერგეტაში, ცვანეში, ცაიში, იგივე მუხურჩაში დასტურდა ეს მონაცემები და მე როდესაც აი დროთა განმავლობაში, როცა პერიოდი გაივლის, აი ამ პერიოდში ხდება ხეზე კი და რაღაცა პერიოდი გახვეული ტყავთ. კი ბატონო, მერეც მარტო ძლოვანი მასა, უსტოლობრივი მასალა რო დარჩებოდა, ხდებოდა ამის გაწმენდა და შალითებში ახვევდნენ. ხო და აი ჩვენთან დღესაც კი არის მეგრული იმაში გამოთქმაში წინაპრის ძვალი უნდა პრიალებდესო. აი გაპრიალება ხდებოდა და ეს მეგრულმა ინამ შემოინახა სხვადასხვა დღემდე. სხვა შორის ამას აღწერს აპოლონიის როდესელი. როდესაც მედეო გაიქცაო ქალაქგარეთო, მას მოუწიაო სანამ ტაძრამდე მივიდოდაო, ხეებზე ჩამოკიდებული მიცვალებულების გვამებს შორის ხეტიალიო. ანუ აპოლონიის როდესელმა დააფიქსირა ეს რომ ეს წესი იყო. ხო, ეს წესი იყო, კი, ეს დამკვიდრებული ნორმა იყო, დამკვიდრებული წესი იყო და მასშტაბი. სხვაგან იცოდნენ ესე? სხვაგან ვერ არა, სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ამის, თქვათ, ანალოგები რო შევადარეთ, ანუ ეს კოლხეთში იყო მიღებული.